ვაგრძელებთ ფულის შოვნას, ჯედია ხუთში და დღეს ჩვენ რაღა თქმა უნდა ვიშოვოთ ძალიან ბევრი ფული. კარგი. ახლა მე უნდა გავხსნა სადმე მაღაზია რა. ნუ ცოტა შემოსავლის წყარო იყოს. და მაღაზია ანუ უკვე ფართი ნარახი მაქვს და მაღაზიაც გახსნილია რა, მოლარები ყანელები არიან და შემოვლიხონი რა მოკლედ. და იმედია კარგი მუშაობა იქნება. აწერია რომ ჯიმ ფრანკლინის მაღაზია არის რაღა თქმა უნდა და რავი ძალიან კაი ვაჭრობა გველის წინ მეგობრებო. მაღაზია გუშინ წინ გავხსენი ხა რა. ხო და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. არავინ არ მოდის მოსაპარად რაიმესი, ან ფულის მოსაპარად, ან ვინმეს მოლარეს მოყვრისთვის რაღაც რა. ხო და რავი ყველაფერი კარგად არის. ეხლა ვიღაც ჩემი მოლარი მირეკავს რომელიღაცა. თენგიზი მირეკავს თენგიზი. ალო თენგიზ როგორ ახარ აბა რა გიდა როგორ მიდის მუშაობა როგორ ბატონო ფრანკლინ გამარჯობა ძალიან ცუდი ამბავი გვაქვს ძაცვა მოხდა ვიღაც ბანდიტი შემოვიდა და ერთი 30,000 დოლარი მოიპარა აი მე ცუდად ვარ. ხო და რაღაცა გარეგნობას აგიხსენ მერე და მე გავკვირვი ლამის მოკლა ლამის გადაუჩი. ეხლა მოვალ ვინ იყო მითხარის სახეს გავხა 30,000 დოლარს მოვატანინებ იმენა დავადებინებ. კაი შენ ჩაგირიცხავ 15,000 დოლარს ისე რა პროსტა რა შენთვის რა მაინც მიხედე საქმეს რა და მოვალ ეხლა მე დიდი მადლობა ბატონო ფრანკლინ, დიდი მადლობა. რა ვიცი, მე ხა ვმუშაობ 1,000 დოლარი შემოვიდა. 15 წუთის წინ მოვიდა გასამწევად. მაიმუნი. კაი, გავარკვევ, ხა არ არის პრობლემა. სოტარით, ჩემი მაღაზია, ნახე, ჩემი მაღაზია აქ არის, ხო აქ არის. კარგი, ყველაფერსაც გავარკვევ. აი ჩემი მაღაზია სანაპიროსთან იდეალური მაღაზია მაქვს. ძალიან ბევრი ფული შედის ისე სიმართლე ვთქვა. რავი 30,000 სამდღეში არ მეგონა სუპერმარკეტისგან თუ დაიდებოდა, მაგრამ ქირას ვიხდი რა 20,000 ფერს თვე. მასე თუ გაგზავნა ყველაფერი იქნება. ეხა იმან თუ კარგად ვერ ამიღწერა თენგიზმა. თუ კარგად ვერ ამიღწერა ის კურსი მე უკვე იცით რასაც ვიზავ. ჯიმი რა. ჯიმი ოი რამდენი ხალხია. კარგია. ხო ნახოთ თენგიზ. თენგიზ რა შვები როგორ ხარ? გაგძარცვეს ხო? ვაიმე ძალიან ცუდი. მე მძარცველი არ ვარ, ვაიმე ეს თენგიზი არ ყოფილა, ვაიმე. თენგიზას დაურეკავ, სხვა ვიღაცა ეგონა, ვაიმე, როგორი დაშინებულები არიან, ბიჭო. აუ კაი რა. პოლიცია რატო გამოიძახა? აღარც მივალ ერთი რა თენგიზას ვეტყვირო. მაგის უფროსი ვარ კაცო, არ იცის მაგან. მოდი ახლა დავურეკო ერთი თენგიზას. თენგიზ. ვიღაცა დამხვდა ჩვენი მოლარე და ვერ მიცნობდა მძარცველი მეგონი და პოლიციას გამოუძახა. და რატო გამოუძახა პოლიციას? ახალი კაცი რო არის, ეგ არის და რატო გამოუძახა ვერ მოგდა? არ იცის, მე უთხარი შენი ბოსია თქო.
და ერთი აღმიღწევა როგორი კაცი იყო, ვინც მოიპარა. ხო, ფრანკლინ, ეხლა გამოვედი მე ცოტა ხანი მაღაზიიდან, ვინც დავიღალე რა ხო ხდები, ხო და ეგ ახალია რა, ვალერი ქვია, ვალერი. ძალიან ეშინია ქურდების მოკლედ რა, ძალიან ეშინია. მე რო დამინახა ასე რომ ვიყავი, ყველა მასე ჩაცვლ კაცს უფთხის რა ესე რომ ვთქვათ. ხო და ვიტყვი ხა რომ შენ ჩვენი უფროსი ხარ რა. ხო, კაცო უთხარი, აღმიღწევი, აბა ერთი ის კაცი. ანუ ის კაცი იყო შავკანიანი იყო. რაღაცა ბენდინა იფარა პირზე, თვალები უჩვენდა, თვალები რაღაცა ყავისფერი თვალები ქონდა, ჩაშავებული, ფურფურას გავდა. ხო და მითხარ ჯიმ ფრანკლის გადაეციო რომ მე დავბრუნდიო რა. არ ვიცი ვინ იყო, რაღაცა რაღაც ფილმს ესე დაიცვა, ზუსტად არ მახსოვს რა. მგონი მომწვანო თუ რაღაცა მოკლედ რა. ხო და აზი არ ვარ რა ფერის ზე დაიცვა. რაც მახსოვს გეუბნები, მომწვანო ზე დაიცვა და ესე გითხარი, პირადად მე ვბრუნდებიო რა. პირადად მე ვბრუნდებიო და ჯიმ ფრანკლის მაგარი დარხეული აქო რა. კაი, ეხლა ჯიმთან გავაკეთო, თუ არ შუბში ტყვია, თუ არ დავაჭედო მაგას, ვანახებ სეირს. აუყურე ბიჭო ამას. აკრა, კარგი მანქანა, ბიჭო. ბიჭო. კარგი მანქანა, ბუგატი. ეს ჩემი მანქანა არის აუცილებლად. წავედი მოხო და თან ისედაც გეტოსკენ ვარ გასავლელი. კაი ხმა, ბიჭო. დავაი მოხო და ამისთვის ფული იმენა არ დამენანება. შევიყან ჩემ გარაჟში. და მაგარი გაბარია, იმედი ახლა ის ტუნინგდება კარგად რა. შენ ვარ ტუნინგდებოდეს. მანქანები და უხვედრებიათ, მაგრამ აი მე რომ კაი მანქანა, მაშინ დამაყოდეს კაი მანქანა. ხო მოიხოდე რა. ფუ არ იხოდე. კაი რა. მაგრამ ამას მაინც დავიტოვე, იმიტომ ჯერსკი მანქანაა. კაი, მაშინ ფერი შევცვლი და ფერი ისეთი იყოს. კაი ხმა. აი დედა. კაი, ეხლა მოდი ფერი შევცვალოთ, თუ არ შევცვალოთ. მეტალი. ქუსფერი. განსაკუთრებული ხო არ დავაყენო ეს იგი ქუსფერი. ყველა რომ მე მიყოლოს. მეგობრებო. გონი უხდება ლაქშერი ქარია და ისეთი მანქანაა რა. ისეთი ქუსფერი. კაი, კიდე მინდა, მეტი არაფერი არ მინდა. შუშებს ჩაგვიროთ უდეს. პრობლემა იდეალური აქვს, რა ვიცი. მეტი არაფერი არ მინდა ისე. Wheels მინდა, will type მინდა მოდი მაშინ. Sport. ანა that's wizard. კაი. გამოვიდა ახლა დავიდეთ ახლა ჯიმს უნდა დავურეკოთ. ეგრისიეთ. კარგად დადის. მაგარსი გავს. კაიტომი. დავდგეთ გინდა ჩემო ძმა, მოდი სადგერდი. გადაიწიე ძმა. რა შევიდიო, ლალა. კაი. უნდა წავიდეთ ჩვენ. და ეხლა ჯიმს დავურეკოთ მოდი.
ჯიმ, რა შვები, როგორ ხარ, ბიჭო? რა ვიცი, მე კი კარგად ვარ, მაგრამ შენ როგორ ხარ? ხო გაიგე ახალი ამბავი? კი, ბიჭო, რომ გამიძაცვა ვიღაცამ ჩემი ახლად გახსნილი სუპერმარკეტი. იცი რა უთქვია ბიჭო თინგიზასთვის? რა ქვია? მე დაუბრუნდიო. და ის რა ქვია? ჯიმ ფრანკლინის გადაიცი, რომ მაგარი დარხეული აქვს რა. მე ზუსტად ვიცი, ვინც არის, იმენა ზუსტად ვიცი, ვაფშე, იმენა ერთ-ერთი გეტყვი სახელს და გვარს. აი, იმანა მის გამიხსნა, რომ შავკანიანი იყო და ბენდენა ქონდა თვალებზე, კი არა და პირზე ახეულიო და ბენდენა პირზე ქონდა ახეული. კი, ბიჭო, ზუსტად ვიცი, ვინც არის. მაგას ქვია გიორგი ჩხეიძე რა. ძალიან იმენა მწვანე ბანდის ერთ-ერთი ლიდერია და შენი განადგურება სურს მთელ მწვანე ბანდას. კაი, ახლა მე ჩემი ბუგატით ვარ და კეთოზე ვარ და დავადგები ერთი მაგათ, ხო იცი? აბა თუ ანახები ხასიებს. რა მისი განადგურება სურსო? მისი განადგურება სურსო? მოვაკითხე ამ ბომჟებს ამათ. აი. რომელი იქნება ახლა, რომელი იქნება? წამე ხათი ჯიმს დაურეკა. ჯიმ აი მოვედი და რომელი არის ზუსტად მითხარი. აი შენ მარჯვნივ დგას აივაზე კაცი. აი კი, მწვანე როაცვია, ხო? კი, ზუსტად და აი ეხა შენ იცი რა უნდა ქნებაც. კაი, მიდი. იმან გადაცვა რა. ხო იმან გადაცვა. ვეღარ გადაცვებს ვერავის. ჯიმ ფრანკლინ is number 1, მეგობრებო. ჯიმ ფრანკლინი არასდროს არ დაიხევს უკან. არასდროს, არასოდეს. გამორიცხულია რომ ჯიმ ფრანკლინმა უკან დაიხევს. იმიტომ ვინც ჯიმ ფრანკლინის რამეს ავნებს, საერთოდ ვერც იცოცხლებს. და ჩემი თენგიზი რო დაჭრა და ფული კაცოთვის პრობლემა არა, ჩემი თენგიზა რო დაჭრა, აი მაგის გამო ნახა სეირი. და მასე მოუხდება. ნახე, გაქრა ყველა. ფუი თქვენ შიშლებო. აქართ ხო? იმენა ეხა თქვენ განახებთ სეირს, აი ეხა თქვენ მოგიწყობთ სასაკლაოს. ბაზუკა სად არის? თქვენ უნამუსოებო, თქვენ მაიმუნები ესენი. ჩემი ჯიმ ფრანკლინის განადგურება უნდათ არა? გაგინადგურებთ ბიჭო დღე და ცხოვრებას. შევედი მე ჩემი ლაქშერი ქარით. აბა, სორა, კარგი მანქანა ყავს. ნახეთ რა ლამაზია მეგობრებო. ხაბოთ გასაკეთებელია ხო ხდებით რა. გავიდეთ ეხლა და ესე ჯიმ ფრანკლინის ვიც რამეს დაუშვებს. ცოცხალი ვერ გადარჩება მარტივად. და დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. აბა ჰე და აბა ჰო. კარგად იყავით.